ხვალ რუსეთის დელეგაციის მეორე ჯგუფი ჩამოდის, რომელიც იმ 35 კომპანიის პროდუქციას შეამოწმებს, რომელთაც ღვინის რუსულ ბაზარზე გადანის სურვილი გამოთქვეს. პარალელურად საქართველოდან რუსეთში გაემგზავრება დელეგაცია, რომელიც ქართული ბოსტნეულის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. რუსული დელეგაცია საქართველოში ხვალ დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. ღვინის მწარმოებელი კომპანია საქართველო ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები 1 აპრილიდან შეამოწმებენ. რუსი ექსპერტები სულ 35 საწარმოს პროდუქციას შეაფასებენ. კომპანია საქართველო 2006 წლამდე დღეში 8000-მდე ბოთლ ღვინოს ასხამდა, თუმცა რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ წარმოება თითქმის გაანახევრა. გვაქვს რამოდენიმე დასახელების ღვინო. ველოდებით ახლა კომისიას ჩამოვა, ნებას დაგვთავენ და ჩვენ ალბათ დაუბრუნდებით ისევ იმ წარმატებულ მოღვაწეობას, რასაც აქამდე ვაკეთებ 2006 წლამდე ვაკეთებდი. საქართველოს მიერ რუსული ბაზრის ხელახლა ათვისების მცდელობას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი კი ღვინის ხარისხის კონტროლის რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. არ შეიძლება არც ერთ ბაზარზე, მათ შორის რუსეთის ჩამოკიდება, ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ბაზრები ავითვისოთ. შიდა რეგულაციაში პირველ რიგში გულისხმობ კანონმდებლობას დაკავშირებულს ღვინის ხარისხის კონტროლთან, ღვინის აპელასიონებთან, ადგილწარმოშობის ღვინოებთან, მათ შორის სოფლის ღვინოებთანაც. ჩვენ ახლა ვცდილობთ ნელ-ნელა ნამცეც აღვადგინოთ ის ურთიერთობების აღდგენა შეიძლება დღესდღეობით. და ეს არის რა თქმა უნდა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციების დაბრუნება, ეს ხელშეუწყობს ქართული ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას, ქართული გლეხების მეურნეობების განვითარებას, მათ ინტერესების დაცვას. საქართველო რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის უფლებასაც ითხოვს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით ამ საკითხზე რუსეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა მოსკოვში 2 აპრილს გაიმართება. ხილდი და ბოსტნეული ეს სხვა უწყება გახლავთ, ეს არის როსსელხოზნაძორი, რომელთანაც მოლაპარაკებას გამართავს ქართული დელეგაცია, მიემგზავრება პირველი შეხვედრა 2-შია დაგეგმილი. პროგნოზი ჩემი აზრით ოპტიმისტურია, მაგრამ ხომ იცით, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება ესეც, ისე როგორც ღვინისა და მინერალური წყლის მიმართულებით იყოს, მანამდე გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ იმედიანად ვართ. რუსეთის სანიტარული უწყება საქართველოში თებერვალში ჩამოვიდა და 36 კომპანია შეამოწმა. რის შედეგადაც 35-მა მათგანმა რუსულ ბაზარზე შესვლის ნებართვა მიიღო. რუსეთში პროდუქციის ექსპორტის უფლება კონიაკისა და ბრენდის კომპანია სარეჯიშულმა და მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანიებმაც მოიპოვეს.